საზოგადოება მოიქცა ადვოკატურად, ჩვენ ვხედავთ რომ კარები იქნა აჭედილი და მიგვაჩნია რომ კარგი იქნება ყველა რეგიონი მოგვბაძავს და ეს თუ იქნება დასაწყისი იმის რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა ნაციონალური მოძრაობა. მოვიტყავთ იმას რომ ქართული პოლიტიკური სივრციდან კი არა, სრულიად სოფლიო პოლიტიკური სივრციდან უნდა დაიშალოს აი ეს სამართლინო პარტია. ეგახლა ორდღიანი ძივლენება მქონდა და კიდე უფასო შვებულება მაქვს აგებული დღევანდელი რიცხვით. როდის აიღეთ უფასო შვებულება? დღეს დილით ავიღე. თქვენ ესწრებოდით დღეს გურჯაანში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართულ აქციას? მე შვებულებაში ვარ, სადაც ესწრებოდით? ანუ შვებულებაში რომ არ ყოფილიყავით, მაინც მივიდოდიო ამბობ? აუცილებლად მივიდოდი. ამ კადრების საჯაროდ ჩვენების მომხრე თუ ხართ? საჯარო ჩვენების მომხრე ვარ. მე რომ კითხო ეს დანაშაული არის ისეთი რამის, რომ ყველა ქართველმა მამაკაცმა მაინც უნდა ნახოს ეს გამიგე. მაინტერესა თელაოლებრო დავნა. არა. დღეს მე მოდიოდი თბილისიდან. სწორედ დავინახე ძალიან ბევრი თელაველები. დამაინტერესა, დავაჩერე, ვიკითხე რა ხდებოდა, ჩავჯექი და მოვიწევს. თბილისიდან გურჯაანის გავლით დადიხართ თელავში? იქიდან ესე დამოვიდი. და იცით რა მაინტერესებს? თქვენ შვებულებაში ხომ არ ახართ შემთხვევით? თქვენ გურჯა ერთი წამით უკაცრავად. და უფლება არ მაქვს უკითხვა დაგისვა თუ როგორ არის თქვენი საქმე? ვერ გავიგე. არ გვინა ეს პარტია, გვინა რომ ვაფშე დაიშალოს და მაგის გულისთვის ვაპროტესტებთ, რომ წავიდნენ ნაციონალები საერთოდ. საერთოდ რომ აღარ იყვნენ რა. ეს კადრები რაც ვიხილე და აი ბოლო აი ამ კადრებმა ხო საერთოდ აი შემძრა სულიერად და არ შემიძლია უბრალოდ რომ უარი არ უთხრა, არ გამოუცხადო ნაციონალურ მოძრაობას ერთხელ და სამუდამოდ. მოგშორდნენ და დამთავრდეს მაგათი ბატონობა საქართველოში. რის გამოც ქუჩაში გამოვედი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი. მომავალში ვაპირებთ იმას, რომ როგორმე მივახციოთ ნაციონალური მოძრაობის პარპაშის დასრულებას ერთხელ და სამუდამოდ. ამოვიდა ხალხო ხელში 12 წელი ერთი და იგივეს მოსმენა, ამ მარაზმის მოსმენა.